დაუკითხავთ ან როგორ გააჩუქეს, ან როგორ აუქციონი არ ჩატარებულა და გაყიდეს და დაუმტკიცა იუსტიციით, რეესტრით დამტკიცებული აქვს საკუთრებაში. ქუთაისში ბუკიას ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სკვერის ნაწილის გასხვისება და აღნიშნულ ტერიტორიაზე დრაივის ტიპის ჯიხურის განთავსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია მეგატივთან განმარტავენ, სკვერის ნაწილი წლების წინ ისე გასხვისდა, რომ მათთვის არაფერი უკითხავთ. ახლა კი იმ სივრცეში, სადაც ბავშვები თამაშობენ და რომელიც კორპუსის მაცხოვრებლებისათვის მოსასვენებელ ზონას წარმოადგენს, სავაჭრო ჯიხურის განთავსება იგეგმება. ადგილობრივების თქმით, მათ უკვე დაიქირავეს ადვოკატი და გეგმავენ სასამართლოს მიმართო, რათა კანონიერად დაიცვან საკუთარი უფლებები. მათი პოზიციით საუბარი არ არის მხოლოდ მიწის ნაკვეთზე, საქმე ეხება საცხოვრებელი გარემოს ხარისხს, ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცესა და უბნის საერთო ინტერესს. მაგრამ 3 იანვარს, ამა წლის 3 იანვარს, ახალ წელს რომ ზეიმობდით, ასე ქვია, თუ ქვია მას ზეიმი და მოვიდა ტრაქტორით, ამწეკრანით და მოიყვანა ხეების მჭრელები. აი ეს ხეები ყველა უნდა მოეჭრა. ხო, იქ ცაცხვიც გვაქვს დარგული, აგერ ცაცხვი გვაქვს დარგული, აგერ ცაცხვია დარგული, ეგერ კიდეც გამწვანებაზე ვფიქრობთ ახლა კიდე. ხო. და ეს ადგილი არის მოსასვენებელი ადგილი ამ ბინის და მარტო ჩვენი ბინის კი არა, ეს ატრაქციონი დაფინანსებით აგვაქვს ბინას გაკეთებული და მთელი ბუკია ისვენებს აქ, დაჯდებიან, ბავშვებს აქანავებენ და არის დასასვენებელი ადგილი, როცა ბუკიას დასაწყისი კი ხედავთ თქვენ როგორ გაიყიდა. ჩვენ სპეციალურად დავდგით მე აქ არა მოვითხოვეთ და რომ ეს ტერიტორია არ გაყიდულიყო. ამასაც გაყიდიდნენ და კიდე შენობას წამოგვიჭირა. ესე იგი აქამდე უნდა აშენდეს შენობა და ჩვენ არაფერი გამოსასვლელი აღარ გვჭება მოსახლეობას. ჩვენ წინააღმდეგი ვართ მთელი 90 ოჯახი არ ვაძლევთ უფლებას შენობის დადგმის უფლება არ მივეცით და მერიამაც გადაწყვეტა რომ შენობას ვერ დადგამს. მაგრამ ხეების მოჭრის უფლება არ ვიცი ვინ მისცა, ხეები უნდა მოიჭრასო და ეხლა მოაქვს დრაივი. თუ შენობას არ მადგმევია, დრაივი უნდა დადგო. ამის წინააღმდეგიც ვართ მოსახლეობა და ბრძოლობთ, რომ როგორმე მერიამ მოუძებნოს აღნიშნულ პიროვნებას ალტერნატიული ადგილი და დაგვანებოს თავი და ჩვენც დავისვენებ და ეს დავაც შეწყდება. თხოვნა გვაქვს ასეთი მერიის წინაშე. უბრალოდ მე მაინტერესებს, ასე შეიძლება გააჩუქო, გამოაჩუქო, გაანათხოვრო. უბრალოდ აღარ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ასეთი რაღაცა და ჩვენ 90 მოსახლეს არაფერი გვეკითხება და მარტო ერთი ლანჩავასრულიზე უნდა იაროთ. ხო შეიძლება მერიამ თუ ვიღაცამ შეუსაბამოს რაღაცა სხვა ადგილი ყავდა მაგას მეწილი აგერ ჩარქსელიანის ბიჭი იყო და მიცეს სხვა ადგილი და გამოეყო მაგას და ააშენა და ვერ გავიგე ეხლა ხო უნდა მოსასვენებელი ჯერ ახმაური შემოახვაზე ხართ აქ არ ვლაპარაკობ იმ ტრასაზე რომელიც არის და მე არ მესმის უბრალოდ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჩუქება თავნებურად და რატო უნდა იყოს ერთი ადამიანის სურვილზე და მის იმაზე საქმე კომერციულ სურვილზე ეს ყველაფერი აგებული 90 მოსახლე ჩვენ ყველაფერს ვიზამთ რომ ეს ხეები არ აიჭრას ჩვენ გქონდეს ნორმალური დასვენები აქ ხალხი მუშაობს ხო და უნდა ბავშვები ერთობიან თუ რაც ხარის ყველაფერი ყოველ შემთხვევაში ერთი პატარა სკვერი აღარ უნდა იარჩებოს ამ ქალაქში და ამობაში ხო მართალია ჯერ შენებლებებზე გადმოდის ვინ როგორც უნდა და გადადის ისე როგორ და მიაშენებენ მოაშენებენ დაპატარავდა არც ეს ზუარის არც კრანია აღარაფერი არ არის ხო შეიძლება რომ უბრალოდ ჩვენ დასასვენებლად რაღაცა გქონდეს ელემენტარულად რომ მოხვალ და დაჯდე ჩამოჯდე შენ სეზონში სკამზე მე არ მესმის რა უბრალოდ აღარ უნდა დამთავრდეს ეს თავგასულობაა სუფთა იმ ხელისუფლებაშიც და ამ ხელისუფლებით სარგებლობენ კიდევ რაღაცა ნაცნობობით იმითი ამითი და აღარ დამთავრდა და ძალიან კარგი თუ არ უნდა შეგვიძლდეს ქალაქი რა მითო მიდის ამ ქალაქიდან ხალხი რომ სამართალი რა არის ამდენი მერებს ვიცვლით არაფერი სიწისვლა არ არის სამხრივ რა რაღაც ხო შეიძლება რომ გიჭერებ ხარს მითო გიჭერებ მე უკეთესი გარემო შემექმნეს გარეთ თუ არა სახში მე რაღაცას ჩემს სახში არავინ აგრებს ხო ასე რომ გარემო შეიქმნას რაღაცა სოფელს დაამსგავსოს უკვე ყველაფერია სოფელია ქუთაისი არის პატარა სოფელი უკვე ბუკიას ქუჩა გაგვიკეთეს კი ბატონო მადლობელი ვართ ქუჩა ტროტუარია ყველაფერი ვერ გავიგე
ვეღარ ეტევა ხალხი ვერსად რა. ბუკიას ქუჩის ნომერ 3-ის მაცხოვრებლების პროტესტი ნათლად აჩვენებს, რომ ურბანული სივრცის მართვის პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები სოციალურ დაპირისპირებას იწვევს. ადგილობრივები ითხოვენ არა მხოლოდ სკვერის შენარჩუნებას, არამედ იმ უფლებების დაცვას, რომლებიც მათ როგორც ამ გარემოში მცხოვრებ მოქალაქეებს კანონით ეკუთვნით.